ახალგაზრდობა არავინ არ მიდის უკვე ცხვარში, იმიტომ რომ შემოსავალი არ აქვს და წამგებიანია ეს მეცხვარეობა და ეს დარგი წამგებიანია ძალიან. მთის კანონში ჩვენ თუშები ვიქნებით თუ არ ვიქნებით მეცხვარეები, მნიშვნელობა არ აქვს. რა აზრია, გაზი ჩვენ არა გვაქვს, წყალი ჩვენ არა გვაქვს, დენი ჩვენ არა გვაქვს და ახალ მომთაბარეობა არის ძალიან ბევრ ხარჯებთან დაკავშირებული. გზაზე ადგილების ყიდვა გინდა, დანაკარგი, დანახარჯი, დახოცილი და რავი, რო არ მოისპოს ეს მეცხვარეობა, მესაქონლეობა, ეს მემთაბარეობა, ამისათვის საძოვრების გადასახედიდან მაინც გავანთავისუფლოთ. თის და აქ შირაქის საძოვრების გადასახედებიდან, რომ ეგ შეღავათი გავუკეთოთ, თორე თუ მეცხვარეები აღარ ჩამოვიდნენ, ამ თაში აღარ ავიდნენ და ან შირაქში აღარ ჩამოვიდნენ, ჩათვალეთ, რომ ამისათვის დაკარგულია ეს შირაქის სამუხის ტერიტორია და თუშეთიც დაკარგულია, იმიტომ რომ 1000 წლების მანძილზე მეცხვარეობა შეინახეს აი საზღვრებით შირაქის სამუხიც და თუშეთიც 2003 წლის მერე მისცეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ამ საძოვრების განკარგვის უფლება და ამათ მიამატეს თავის ნებაზე. ზოგ რაიონში 12-ია, ზოგში 9 არის, ზოგში 11-ია და ზოგში რა ვიცი. აქედან სანამ თუშეთში ავალ აქ ხოს გზაზე საძოვარი მინდა, ამას კერძო პიროვნებიდან ქირაობ, ამასაც პლუს გადასახადი უნდა, შეიძლება ერთი დღე ცხურის ერთხელ მოძოვება, ერთი სული დამიჯდეს. წასვლა მოსვლა ერთი თვე გზაზე, ერთი თვე მოსვლა, ეგ ხო ზარალია რა ჩვენთვის. წინა წლებში თუ ერთი თოხლი და ის ღირდა თქვათ 200 ლარი და $100 ეკვივალენტი ლარებში, ეხლა ღირს 90 ლარი და დაახლოებით $30-35 ეკვივალენტი ღირს დღესდღეობით. ბანკები რო არ იყოს, ერთი მეცხვარეც აღარ იქნებოდა, აღარ ცხვარი სულ ყველას ბანკიდან გამოაქვს ფული, მერე გაყიდის შია, გამოაქვს შია, სულ ყველა მასია. ზოგი ვერ იხდის, ზოგს ფერმა წაართვეს, ზოგს სახლი და რაღაცა ბევრი შემთხვევაა მაგეთიც. არ ვიცი, აი პირველი შემთხვევა იყო, რომელიც თუშეთობაზე ამდენი წელია, ბატო 25 წელია ცხვარში ვარ და პირველი წელია რომ ეს ჩვენი პრემიერი, რომელმაც თქვა, რომ მეცხვარეებს შეხვდებოდა ამათ პრობლემებს მოვისმენო. დანარჩენი არანაირი არც ხელისუფლება დაჟე კომუნისტებიდან დაწყებული, დღემდე არავის არ უკითხე, რომ მეცხვარეების პრობლემები და რა ვიცი, ვნახოთ რაღაც ძვრებია და ვნახოთ იქნება გვეშველოს რამე და მოგხედომა.